საბოლოო ჯამში საქართველოში რა მოხდება? საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და არა არცეთ გარეთყოფ ერთ ადამიანზე. არ აქვს შეიძლება ეს პუტინი იქნება ვინმე სხვა ადამიანი და მით უმეტეს ტრამპი. ანუ ასე ეს არ არის, მაგრამ ამ ვითარებაში ის უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არანაირი წინაპირობა არ არის, რომ ვივარაუდოთ, რომ რაღაცნაირად ივანიშვილს მიცემს ლეგიტიმაციას. იმის და საწინააღმდეგო რაც ქართული ხალხი ფიქრობს და იქნება რაღაც გარიგება გაყიდვის რეჟიმი, რაც ალბათ ივანიშვილს უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ის ცდილობს იმას, რომ როგორღაც შექმნას ილუზია ლეგიტიმაციის, ხო? ან თავის დელეგაციას აგზავნისადმი ან რაღაც ხტომაში იღებენ მონაწილეობას, რომ აჩვენონ, რომ ყველაფერი რიგზია. მაგრამ რეალობა აქაც უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა, რომ აი ერთ და იგივე ქვეყანაში 7-ჯერ რო ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი, რატო ჩადის 7-ჯერ? მაშინ როცა ევროპაში ვერცად ვერ მიდის, ამერიკაში ვერ მიდის, ვერც მაღალი დონის შეხვედრას მართავს. ეს ხო იმიტომ ხო არ არის შემთხვევით, რომ მათ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ეხლა უბრალოდ ყიდიან ეგეთი ტიპის ვიზიტებს და ამიტომ მე მგონია, რომ მათ შეიძლება გააგრძელონ ეს მცდელობები, მაგრამ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, რომ ისინი აქ წარმატებას მიაღწევენ, იმიტომ რომ სანამ საქართველოს მოსახლეობა იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, სანამ მას არ უნდა რომ რუსეთს შაბარდეს, სანამ მას უნდა ევროპული მომავალი, რაცაც აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის იზიარდეს, სანამ ეს წინააღმდეგობა გრძელდება, მანამდე არანაირი წინაპირობა არ არის, რომ ვივარაუდოთ, რომ ვიღაცა საქართველოს გაყიდის.